გამარჯობათ, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო სამსახური, სტუდიაში თამარ გორხელაშვილი მუშაობს. ნათლისღების წინა დღეს 18 იანვარი მძიმე მარხვა მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა, ასევე ნათლობა დაწესდა. 18 იანვარს დილით გურჯაანის სამების სახელობის ტაძარში ნათლისღების მოსამზადებელი წირვა აღევლინა. დღეს მრევლი მძიმე მარხვასაც ინახავს. დღევანდელ საღამოს ლოცვაზე და ხვალიდან დღესასწაულზეც ყველა ეკლესიაში წყალი იკურთხება. კურთხევის შემდეგ იგი მორწმუნეებს დაურიგდებათ. ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით ნაკურთხს იორდანიის მადლი ეძლევა და არ იხრწნება. მორწმუნეებს მთელი წლის განმავლობაში მისი შენახვა და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს უზმოზე მიღება შეუძლიათ. ბევრი ისეთი ადამიანი შეიძლება მოვიდეს, რომელიც მარტო მოდის წელიწადში ერთხელ ესაც წყლის გამო, წყლის კურთხევის გამო, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. წყლის მიღება აუცილებელია, მაგრამ ის ცნობიერი აქტია. ცნობიერად უნდა მიიღო ეს დღესასწაული და შეხვდე ამ დღესასწაულს. შენი მოქმედებით, შენი ცხოვრებით უნდა იყო ქრისტიანი და აღმსარებელი და მლოცველი და შემდეგ უნდა მიიღო ის წყალი. იესო ქრისტე მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან ნათელი იღო. ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებასაც უწოდებენ, რადგან მათ ნათლისღებისას ქვეყნიერება სულიწმინდა გამოეცხადა. ბიბლიის მიხედვით ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და მისი სულიერი ძალები ახლდება. როდესაც მაცხოვარმა ნათელი იყო და ამოვიდა, შემდეგი სიტყვები მიმართა თითოეულ ადამიანს, რომ და თითოეულ ჩვენთანაც რომ შეინანოთ რამე თუ მოახლოებული არის სასუფეველიცათა და თითოეული ადამიანი უნდა ასეთი სულისკვეთებით ვიყოთ გამსჭვალული, რომ შევინანოთ, განცდა ქონდეს საკუთარი ცოდვებისა და ის აღიარება თუ რაც დაადგინეთ და ეკლესიამ ის ტაძარში სიარული და მორღვაწონ ურთიერთობა და აღსარება და ზიარება, რაც თითოეულ ადამიანის ვალიც არის და აუცილებელიც არის. მორწმუნეები ნათლისღების დღესასწაულისთვის აღსარებისა და ზიარებისთვის ემზადებიან და სადღესასწაულო სახარებას ყურადღებით კითხულობენ. ორშაბათიდან შესაძლოა გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალოს. რაიონის ხელმძღვანელობამ მათ ქუჩაში დგომის უფლება 20 იანვრამდე მისცა, თუმცა მანამდე გარემოვაჭრეებს რაიონის გამგებელი შეხვდება. რას აპირებენ ქუჩაში მდგარი ინდმეწარმეები და რას შესთავაზებს მათ გამგებელი ნინო სამნიაშვილი არ კვევდა. ამოდინა ვაშ მე ბაზარში ხელით როგორ შევზიდავ და როგორ გავაკეთე, როგორ ვივაჭრებ თითო ერთ ყუთზე ხო არ არის არა? რუსთაველის ქუჩაზე ვაშლის ამ გამყიდველის აზრით შეუძლებელია რომ პროდუქტი დატვირთული მანქანით აგრარულ ბაზარშიც დაეტიოს და იქ ვაჭრობა შესძლოს. გვიშინ 17 იანვარს მასთან ერთად სხვა გარემოვაჭრეებიც გააფრთხილეს რომ ამ ტერიტორიაზე პროდუქტის გაყიდვა 2 დღეში შეწყვიტონ. ბაზარში არც იგრე ვარ ჩემსვლელები, არც იგრე, ჯერაც ერთი დროს არც სისუფთავი არ არის, სისუფთავესაც თავი გავანებოთ, პირობები არანაირად არ გვეწყობათ. გურჯაანის გამგეობამ აქ ვაჭრობის უფლება სავარაუდოდ 20 იანვრამდე მისცათ. თუ ორშაბათიდან ისინი მათ დაშლას შეეცდებიან, გარემოვაჭრების ნაწილი აქციებითა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება. მოგვეღოთ აქციას ჩვენ. გადავკეტავთ გზას. ну საჭიროა სხვანაირად მოვიმოქმედებთ, ამ მეტი რა გზა გვაქვს უკვე ჩვენ. ნუ გვაქვს ხო ვერ გამოვიდეთ, ოჯახში რა შევიტანოთ. თელ დღე რომ დგებათ მე მაგალითად ასწმიანი ვარ და სიცივეზე ყინვაში ვარ, აი და ორ კაფის ვაკეთებ. გარემოვაჭრეების აზრი ორად გაიყო, ზოგი დაგეგმილ აქციაში შეუერთდება, ზოგი კი სახლში წასვლას აპირებს. ეს აქციას ჩაუდგები გვერდზე, კაც. მე აბა მე სავსე მაქვს მანქანა და რა გავაკეთო. აუცილებლად შეუერთდები აქციებს. აუცილებლად გამართვა ყველაფერს, რა თქმა უნდა. თუ კი არ გექნება ბაზარში პირობა იმის ელემენტარული მაგიდა კონდეთ ნორმალურად გაჩერდე რამე სულ ყველაფერი არ შეიძლება იმ ბაზარს შესვლა და გაჩერება. იმ ბაზარს სულ ყველა რო გამოვიდეს და გაჩერდეს ქუჩაში ჯობია. ის შევარდნა შეეკითხე სად მიდიხარ და სახლშიო და სახლში და იქნება იმ ბაზარში არ შევალე. იმიტომ არ არის ადგილები სადავდეოს. დააკმაყოფილებენ თუ არა მათ მოთხოვნას გურჯაანის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. თვითონ დადეს პირობა რომ 15 იანვრამდე თუ დავრჩებით 15 იანვარს არცერთი აღარ ვიქნები. მე როგორც ვიცი გუში გააფრთხილეს მერის წარმომადგენლება და ამის მერე რა იქნება გადავხედავთ, განვიხილავთ. შეგით რომ შევინან უფრო უკეთესია რომ ყველა ერთ ადგილას იქნება და ერთნაირი ვაჭრობა იქნება ეთი აქ უფრო ჯობია რა. რატო ჯობია აქ? აბა რა ვიცი. გავილი ვიყიდი, გამოვილი ვიყიდი, ამას რა მოგითხრა. ძალიან ორშაბათს გარემოვაჭრეების ნაწილი გამგებელთან შეხვედრასაც გეგმავს და ვარაუდობენ რომ მოლაპარაკების შედეგად მათ უკიდურესი ზომების გამოყენება აღარ დასჭირდებათ.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია რეორგანიზაციას იწყებს. გუბერნიაში თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევია. გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლების შერჩევა პარტიული ნიშნით არ მოხდება. არა, კონკურსი ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის განსაზღვრული კანონში, შესაბამისად ჩატარდება კონკურსი ზუსტად ისე, როგორც არის კანონის მოთხოვნები, გათვალისწინებული. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიცით, რომ კონკურსი გვაქვს, კონკურსის ჩატარების უფლება გვაქვს 1 ივნისამდე, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს მანამდეც გამოიყენოს გუბერნიამ და მანამდეც ჩაატაროს. ეს არის ბოლო კრიტიკული სხვა 1 ივნისი. სავარაუდოდ გუბერნია გამოიყენებს ამას, იმიტომ რომ მისცეს დასაქმების მსურველებს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ აი ამ კონკურსში და ჩვენ ვიქნებით, ასე ვთქვათ, პირველი მერცხლები. ეთერში რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებისგან პარლამენტში განსახილველი კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გაიმართა და მას პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი დაესწრნენ. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უკვე დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შესახებ ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ დებულება რამდენიმე დღეში საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით შემუშავებულია კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახები კომპენსაციის სახით 2014 წლიდან ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებენ, ხოლო 2015 წლიდან ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში მოტივირებულია იმით, რომ გააჩნდეს პატრონი ვეტერანებს. ვეტერანთა დეპარტამენტი ჩამოყალიბდა დამოუკიდებლად განსაზღვრავს იმ პოლიტიკას, მათ შორის სოციალურ პოლიტიკას ჩვენი ვეტერანების მიმართ. თქვენ იცით, რომ ბოლო წლის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება და რესურსი გამოიყო ჩვენს მეომრებზე, დაჭრილ მეომრებზე, ასევე ვეტერანებზე. დაღუპულთა ოჯახებს იცით, რომ დაენიშნა ძალიან მაღალი კომპენსაცია, რომელიც ასევე გაიზრდება კიდევ 1 წლის შემდეგ. ეს არის ის პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ვეტერანებს ექნებათ უკვე განსაზღვრული უფლებები, რომელიც დაცული და გარანტირებული იქნება სახელმწიფოს მიერ. გამოშვება საერთაშორისო ამბებით განვაგრძობთ. გაბულში აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ს ინფორმაციით დაღუპულთა შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ავღანეთის ოფისის ხელმძღვანელი ვაბელ აბდალა, გაეროს მისიის 4 თანამშრომელი, 1 ბრიტანელი, ავღანელი და ლიბანელი მოქალაქეები არიან. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოჰამედ აიობის სალანგის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაბულში ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანთან, ლიბანური ტავერნა აიფეთქა. BBC-ს იცნობით მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო. დიდ ბრიტანეთში, იორკში გაჩენილი ხანძრის კოლოსალური კვამლი კოსმოსიდან გადაიღეს. იორკის ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში 15,000 ტონამდე საბურავის რეზინი იწვის, ხანძარ 70-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს რამდენიმე დღის განმავლობაში ფანჯრებისა და კარის ღიად დატოვებისგან თავი შეიკავოს. იორკის თავზე სქელი შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი გარკვევით ჩანს ნასას კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განკარგულების თანახმად ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები მოქალაქეების მონაცემების შეგროვებას შეზღუდულად მოახდენენ. ამასთან პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური მოქალაქეების ელექტრონულ მონაცემებს მხოლოდ ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იკრძალება სხვა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერების სატელეფონო საუბრების მოსმენები. მისივე თქმით, ის კონგრესს თხოვნით მიმართავს, რათა კონგრესმა საკანონმდებლო შეზღუდვები შეიმუშაოს მსგავსი ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვის შესახებ. 23 წლის რამზან ისაევი მოსკოვში ნაიკის მაღაზიის გამყიდველს იულია ზარიპოვას დაესხა თავს. კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ გოგონამ უარი განაცხადა კლიენტისთვის სპორტული ფეხსაცმელი ჩაეცვა და გაეხადა. დაკითხვაზე გოგონამ პოლიციელებს თავდასხმის დეტალები უამბო. იულია ზარიპოვას თქმით, მან კლიენტს უხამსი მიმართვის გამო შენიშვნა მისცა, რასაც საპასუხოდ მამაკაცისგან შეურაცხმყოფელი სიტყვები მიიღო. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ გამყიდველმა თავი ვერ შეიკავა და კლიენტს ფეხსაცმელი ესროლა. ისაევი გაბრაზდა და გოგონას თმებში სწვდა.
გამოშვებას კულტურისა და სპორტის სიახლეებით დავასრულებთ. ულამაზესი ვიდეო, რომელიც 1000 ფოტოსგან time-lapse-ის ტექნოლოგიითაა წყობილი, ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ბაკურიანში 2 იანვარს გადაიღო. ერთ-ერთ კადრში ჩანს მეტეორის ვარდნა, რომელიც ბაკურიანის თავზე დაახლოებით 2 საათზე ჩამოვარდა და მიწიდან 150-200 მეტრზე დაიწვა. გადაღების პერიოდი დაემთხვა იანვრის მეტეორების წვიმის პერიოდს, რომელიც ულამაზესი სანახაობაა. ამ დროს 2-3 დღის მანძილზე ვარდნის სიხშირე საათში 60-120 ერთეულს უტოლდება. ნორვეგიის საულამაზესი ფერადი შუქით განათდა ჩრდილოეთის ციალის გამო. მართალია ეს იშვიათი მოვლენა არ არის დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის, თუმცა მის მოსვლას ყველა გულისხმობით ელოდება. აღსანიშნავია, რომ პოპულარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ელენე გედევანიშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამის შემდეგ ელენე მე-7 ადგილს იკავებდა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში მან რამდენიმე ელემენტი შეცდომით გააკეთა და დაბალი ქულები მიიღო. საბოლოო ჯამში მან 151-82 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონი 15 წლის რუსი მოციგურავე იულია ლიპნინსკაია გახდა. მეორე ადგილზე ასევე რუსი მოციგურავე ადელინა სოტნიკოვა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ევროპის შარშანდელ ჩემპიონს იტალიელ კაროლინა კოსტნერს ერგო. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, კარგად გრძარდებოდეთ.